გვესახება ამის გაგრძელება, ხო არ შეიძლება ახლა სიკვდილის ჭაობში ვიმყოფებოდეთ და რაღაც ილუზიების და რაღაც კრიმინალური ენეს ქვეშ ვიყოთ ზეგავლენას. Გამოსავალი უმრავლესობისთვის, და როგორ გვესახება შევთავაზოთ ხალხს რა. თხოვთ. გმადლობთ, ბატონ თენგიზ. ნამდვილად გასაოცარი დღეები იყო, როდესაც საქართველოს და ხალხი, ქართველი ერი, მიუხედავად რელიგიისა, ეთნიკური წარმომავლობისა, ასაკისა, აცილებდა ერთ ადამიანს. ის კაცი პატრიარქი იყო თითქმის 9 საუკუნე და ეს გაცილება მოხდა იმდენად შთამბეჭდავად, რომ შეიძლება გამოსავალის ელემენტები იქიდანაც კი იყოს არეკლერი და ჩვენ მაგალითად გვაქვს ის დღეები, რომელსაც უნდა ყურადღება მივაქციოთ. ჩვენი ახალ შობილი სახელმწიფო ძალიან ახალგაზრდა ხო ეს სახელმწიფო. რამოდენიმე ათეული წელია 8000 წელს რომ შეადარო, თითქმის არაფერია, ხო? არის უმძიმეს მდგომარეობაში. კრიზისით ჩვენი თანამედროვე პოლიტიკური ენით კი ბატონო, ნამდვილად კრიზისში არის და ეს უწყვეტი კრიზისია, მუდმივი კრიზისია. პერმანენტული. 35 წელიწადი ეს კრიზისი არ მთავრდება. და ამ დროს, როდესაც პატრიარქი ცოცხალი იყო, ჩვენ პატარა ბავშვები ვიყავით, მთელი ერი. ძალიან პატარა როცა ხარ, რაღაცა რომ მოხდება, ოდნავ რომ შეფიქრიანდები დედასთან გარბი ხარ, ოდნავ რომ საკმაყოფილია შეხარ, მამასთან მიდიხარ. და ჩვენ ასეთი ადამიანი ყავდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო პოლიტიკურ ველზე და აგერ გარემტრებისგან კიდევ ამდენი ბუდურება რომ დაგვაწიეს თავს, მაინც ქოცნობიერად და გულის სიღრმეში ჩვენ მისასვლელი გქონდა. რატომ გქონდა მასთან მისასვლელი? რა თქმა უნდა, ღმერთი, ეკლესია, ჩვენი 1700 წლიანი ეკლესიის ისტორია, თვითონ ადამიანი, პატრიარქი, მაგრამ გარდა ამისა, ის იყო კაცი, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით, თუ არ ჩავთვლით, ვინც თქვენ ბრძანეთ ზვიად გამსახურიას და მირა კოსტავას. პასუხისმგებლობა იმათ წასვლის შემდეგ, პასუხისმგებლობა მხოლოდ მას ჰქონდა ამ ქვეყნის ბედიღვალზე. ტოტალური კი. და შენ იმასთან მირბოდი და მიდიოდი. მე ერზე მაქვს ლაპარაკი ადამიანებს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. იცოდი რომ ის იყო. და დღეს, როდესაც 40 დღე გავიდა პატრიარქის მიცვალებიდან, საქართველოში ესეთი არც ადამიანი არსებობს და არც პოლიტიკური ძალა და არც ძალა საერთოდ, რომელსაც პასუხისმგებლობა გააჩნია. ელემენტარული, თქვა, საკითხების გარდა. ერის სიმძიმის და ტვირთვის აწევა სრული პასუხისმგებლობის. ჯვარის აწევა არავის არ შეუძლია. და აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უფრო დიდი განსაცდელების წინაშე აღმოჩნდა. ძალიან დიდი. ასე რომ ხლა როგორ შეიძლება რომ იმედი ვიქონიოთ რა? ჩვენ დავინახეთ რომ შეფასება ერთ შეუძლია. მან შეფასება კაფიოდ შეაფასა. ეს ნიშნავს იმას რომ ამ ყველა ადამიანს ვინც მიაცილებდა თავის პატრიარქს, სულ მართ ჩამოსულიყო და შეიძლება მეორე ვერც კი ჩამოვიდა თბილისამდე, ხო? ამ ადამიანებს ყველას მე გულისხმობ თელ საქართველოს ამ 35 წელიწადში დამოუკიდებელი საქართველო რაც არსებობს, როცა ბრძოლა დაიწყო და უკვე რომ დამთავრდა კიდეც, ხო? ეს ეპოქა, პატრიარქის ეპოქა რა. ამ მე-13 საუკუნეში ჩვენ შეგვიძენია სინამდვილის აღქმის და შეფასების უნარი. და ის რომ ხალხს რაღაცა არ ესმოდეს და არ იცოდეს, ამას ხაზი გადაესვა. ხალხმა შეფასება გააკეთა. გონივრულად, ბრძნულად, წყნარად, შვიდად იყო ცრემლიც, იყო ქვითინიც იყო, აღვონდა, ხმას ვერ გაიგონებდი მაინც. ხმამაღლა და ეს ნიშნავს სიბრძნეს ჩვენი ერი შედის უფრო ზრდასრულ სტადიაში. მომწიფებულ სტადიაში, თუმცა სიბრძნემდე მაინც გასავლელი დაგვრჩა. რაც შეეხება იმასაც ჩვენ ყველანი ველოდებით, ვინ დასახელდება წმინდა სინოდის მიერ 3 კანდიდატად და შემდეგ ვინ იქნება არჩეული. მე სიმართლე გითხრათ, უფრო განვიცდიდი ამას გარდაცვალების მომენტში და პირველი დღეების შემდეგ დაკრძალვიდან უფრო მეფიქრებოდა, მაგრამ რასაც უყურებ ვითარება მაინც
მაინც მშვიდად მიმდინარეობს. რა მოხდება ახლა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფრო მეტი იმედი მომეცა, რომ რაიმე მძიმე კატაკლიზმებს არ უნდა კონდეს ადგილი და როგორც უფალი ინებებს, ისეც აირჩევა ახალი პატრიარქი. ეკლესიას ჩვენ ხედავთ, რომ გაძლიერება ჭირდება. ძალიან. ხა ბოლო წლებია პატრიარქს ფიზიკური ძალა აღარ შეეცევდა, რომ ისეკეთებინა, რაც მან თითქმის მთელი ცხოვრება აკეთა, ხო? ბოლო 3 წელიწადი, 5 წელიწადი ხანდახან საუბარიც კი უჭირდა, ვიცით ახლა როგორ წარმოთქვავდა სიტყვებს და აი ეს რამოდენიმე წლის აღმოფხვრა არის საჭირო, რომ მისი ხელი ამ შემთხვევაში სიკეთით ახსავს ხელი და არა მკაცრი შინაარსიანად მოსაუბრე ყველასთან, მოწინააღმდეგესთანაც და ვინც მის მხარდამჭერად ითვლებოდა ხო, მიმდევრებს ეკლესიას გულისხმობ შემთხვევაში ის მაინც თანაბარი სიყვარულით უფრთხილდებოდა და აი ეს უნდა იყოს მაგალითი, რომ როგორც არ უნდა აირჩეს პატრიარქი, ყველამ უნდა პატივისცეს ამას. მე ეკლესიის წევრებსაც გულისხმობ, სინოდს და ყველა ეკლესიის წევრს და მთელ მრევლსაც. ამ შემთხვევაში უკვე მრევლია მხედველობაში, რომ ჩვენთვის ის წინამძღოლია, სულიერი წინამძღოლი იქნება, ვინც იქნება არჩეული. და უსურვოთ ვინც პატრიარქად ეკუთვნება იმ ადამიანს, რომ უფრო სიღრმისეულად შეხედოს ბევრ თეოლოგიურ საკითხს, ბევრ აი ურთიერთობით საკითხს, რომელიც წამოჭრილია შიგნით ეკლესიაში. იმიტომ რომ ჩვენ გაზრდა გვჭირდება უკვე სხვანაირად. ის რომ სულ 3 ეპარქია მოქმედებს და ის 50-მდე ავიდა გარკვეულ აცილებებში პატრიარქის დროს, ის სხვა ეპოქა იყო ნამდვილად. ეხლა სხვა ეპოქა, ეხლა კი შეიარეს შემცირებული პროდაგლებია ეპისკოპოსი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ უკვე გაზრდილ ეკლესიას მე გულისხმობ უკანასკნელ ამ ნახევარ საუკუნეს ჭირდება სხვანაირი დამოკიდებულება. ერთი ადამიანი პატრიარქი ვერ შეცვლიდა ყველაფერს, რაც დაუშვათ მის ცხოვრებაში ხდებოდა. მას ჰქონდა ხაზი, რომელიც მან განახორციელა და განავითარა. ეხლა შეიძლება სხვა ხაზს ითხოვდეს საეკლესიო ცხოვრება. უფრო მეტ აღზრდას, უფრო მეტ სიყვარულს ახალი თაობის მიმართ, უფრო მეტ გარკვევას, მე მრევლს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომ გავერკვიოთ თეოლოგიურ საკითხებში. პატრიარქის ეპისტოლეებია ყოველთვის ისევ წამოსაწევი და წასაკითხი, ძალიან კარგი ეპისტოლეები იყო, მთელი 90-იან წლებში, 80-იან წლებში. აი სულ საინტერესო იყო ის ყველაფერი თავიდან გადასახედია და ის შესაფარდია უკვე ახალ ეპოქასთან. კი ბატონო. მე მგონი ამ მიზანად შეეხოთ ამას. პატრიარქის სიტყვა ქადაგებაც გახსოვთ ბატონ თენგიზ, როცა ეუბნება ბევრ ქართველს, რომ ნუ იქნებით კატეგორიულებიო. ერთმანეთთან იკამათეთ, თქო კატეგორიულობას თავი არის. არდეთ თავიო, იმიტომ რომ ესო ჯანსა აზრამდე არ მიგიყვანთო. მაგრამ გამონაკლისი საკითხი რა შემთხვევაში პატრიარქი იყო აბსოლუტურად კატეგორიული. ეს იყო საქართველოს მიწების განიავება. მან თქვა, ამის უფლება არავის არ აქვს. არც მეფეს, არც პატრიარქს, არც პრეზიდენტს და არც არავის საერთოდ. ეს იყო აბსოლუტურად კატეგორიულად ნათქვამი. ამიტომ ჩვენ როგორც მრევლი მივმართავთ ეკლესიას და იმ მომავალ კანდიდატებსაც, როგორც ამომრჩევლები მივმართავთ მთავრობასაც. როდესაც თქვენ ამბობთ და გამოხატავთ პატივისცემას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიმართ და ამას ადასტურებთ თქვენი იქ ყოფნით კაზრებში და თქვენი სიტყვითაც ჩვენ თქვენგანაც ხელისუფლებას მიმართ ამ შემთხვევაში და ეკლესიისაგანაც უაღრესად დიდი პატივისცემით მოვითხოვთ, რომ ამ საკითხს პასუხი გასცეთ და პატივისცეთ პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერც. ქართული მიწის გაყიდვა აკრძალეთ. ეს არ არის ინვესტიცია. უცხოეთში, ევროპაში ამას ქვია გაუცხოება. შვეიცარიაში, გერმანიაში კანონში წერია, რომ დაიცვან მიწა გაუცხოებისაგან და ჩამოთვლილია ის პირობები, რა შემთხვევაში, რა განსაკუთრებულზე შეიძლება რომ უცხოელმა მიწის პატარა ნაკვეთიც კი იყიდოს. ისინი იცავენ თავიანთ მიწას გაუცხოებისაგან. ჩვენთან
არანაირი ინვესტიცია არ ხდება, ჩვენთან ხდება ერთი მუჭაკლანის გამდიდრება ესეთია, მაგრამ ჩვენი სივრცის დაკავება სხვა ჯურის ადამიანების მიერ. როგორი რელიგიისას არ უნდა იყოს და რომელი კუთხიდანაც არ უნდა ჩამოდიოდეს. ჩრდილოეთი იქნება, სამხრეთი თუ კიდევ დასავლეთ აღმოსავლეთი, ამის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ გვართმევთ სივრცეს გაუგებარი მიზეზების გამო და ეს არ დამთავრდება ესე მარტივად გადაგირჩევენ და ეს ჩაივლის მას ეგონა სააკაშვილსაც რომ უკრაინის მოქალაქე გახდებოდა და აცდებოდა ის რაც დღეს ეგ ადამიანი იმყოფება მაგასაც ამის გამო დაემართა რომ ის რაც არ უნდა დაკარგულიყო დაიკარგა ვიწები და თქვენ იმაზე უარეს საკეთებთ მოგელით და უარესე სასჯელი მოგელით იმაზე უარეს მოგელით და თქვენ ამას ფულზე ყიდით ჩვენ უფლება გაგვაჩნია სამუდამოდ რომ აფხაზეთიც და შიდა ქართლიც შემოვიერთოთ ყველა იურიდიული კანონით ადგილობრივი თუ საერთაშორისოთი მაგრამ გაყიდული მიწა რომელიც გადავა უცხო ადამიანის უცხო მოქალაქის ხელში იმის კანონიერი უფლება გვეკარგება და ვეღარ დავუბრუნებთ ესენი მომრავლდებიან და 20-30 წელიწადში ჩვენ იქიდან გამოყრიან როგორც ეს მოხდა ჯავიდან ქართლში როგორც ეს მოხდა აფხაზეთში ლიხნიდან დანარჩენი ის გამოყარეს და როგორც მოხდა ჭარფიფინეთში რომ ჰერეთი დავკარგეთ და ასევე გამოყარეს პატარ-პატარა წერტილები აიღეს და ჩვენ შემოგვიტიეს და დავრჩით ამხელა ქართული მიწების გარეშე ამიტომ ნებისმიერი ადგილი ეს ბაზალეთის ტბა იქნება თუ აგერ თბილისის შემოგარენი იქნება თუ რას იქნება ამ დანაშაულს ამ ღალატს არავინ არ გაპატიებთ არც ეს თაობა და არც მომავალი თაობები და მომავალი განსაკუთრებით გაუფრთხილდით თქვენ თავს ერთ-ერთ გადაცემაში მიუმართა პრემიერ-მინისტრს ნამდვილად გულს როგორ გითხრათ აი გულის აივსო გარკვეული სიამაყეთა თორსა მისი ორი შვილი ემშვიდობებოდა პატრიარქს ახალგაზრდა იყო პატარა ბიჭები არიან ახლა ესენი და როგორ ემშვიდობებიან პატრიარქს შენ შვილებს მაინც სიპატივი კაცო იმ პატრიარქის ემშვიდობა შენი შვილი ცერემონიალ მოსდის იმ პატრიარქის ნათქვამი სიტყვა შენს მიერ შეტანილ კონსტიტუციურ ცვლილებაში ის შენი ცვლილება დაიცავი რა უფლება აქვს ვინმეს რომ ჩვენი მიწები გაიყიდოს კაცო